დღეს განიხილავთ ახალ პროექტს, რომელიც მთელ საქართველოში ხორციელდება. ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლაში პროექტის საქართველოს მოხალისეს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას 40-მდე მოსწავლე ესწრებოდა. მათ მოხალისეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეები გაეცნენ ფორმალური და არაფორმალური მოხალისეობის პრინციპებს და мотивაციის დონეებს. პრეზენტაციას გიორგი ჩუბინიძე, მოხალისეთა კოორდინატორი ხაშურიდან და წიგნის მოხალისეთა კლუბის კოორდინატორი თამარ ზექალაშვილი უძღვებოდნენ. საქართველოს სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პროექტს საქართველოს მოხალისე. მოხალისეობა საქართველოში შედარებით ახალი ცნება და აუცილებელია მისი პოპულარიზაცია იმისათვის, რომ უფრო მასშტაბური გახდეს და მოსახლეობამ მიიღოს მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც გულისხმობს უანგაროდ და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სასიკეთო საქმის კეთებას, რაც გამოადგება როგორც პიროვნებას, ინდივიდს საკუთარი პიროვნული განვითარებისთვის და ასევე არაფორმალური განათლების კუთხით. ასე რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა. პროექტის ფარგლებში საქართველოს მოხალისე, მეექვსე საჯარო სკოლა უმასპინძლა მოხალისეებს, მოხალისეობის მსურველებს, რომლებიც გაიგებენ უფრო მეც ამ პროექტის შესახებ, ამავდროულად შეავსებენ აპლიკაციებს და დაიწყებენ ერთად სასიკეთო საქმის კეთებას, რომელიც მოხალისეობა ხომ ამას ნიშნავს, რომ უანგაროდ ვაკეთოთ სასიკეთო საქმე. 6-დან 18 მაისის ჩათვლით მოხალისეობის განვითარების პროგრამა საქართველოს მოხალისეს ფარგლებში შერჩეულმა ახალგაზრდებმა 5-დღიანი ტრენინგი გაიარეს, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს საქართველოს მოხალისის სტატუსი. პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოხალისეობის გზის, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით. მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დაანგრევა, საზოგადოების საკეთილდღეოდ საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. გალაქტიონ ტაბიძის სახელობის მეექვსე საჯარო სკოლა მასპინძლობს პროექტ საქართველოს მოხალისეების წევრებს. ბავშვებთან უნდა გააკეთონ პრეზენტაცია, ესაუბრონ ამ პროექტის შესახებ და ალბათ შეარჩევენ პროექტისთვის სკოლის მოსწავლეებსაც. პროექტში მონაწილეობის მიღება გადავწყვეტე, რადგანაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტია და ძალიან ბევრი აქტივობა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი. პროგრამის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში შეირჩა 10 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივ დონეზე შეასრულებენ შერჩეულ მოხალისეთა კოორდინირებას. რეგიონული ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული მოხალისე კოორდინატორი. რეგიონული ორგანიზაცია განახორციელებს რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა შერჩევას და კოორდინაციას.